აღირდეს 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინი, ამის გამოსათვლად 1 ტონა რეგულარის ფასს უნდა დავუმატოთ აქციზის გადასახადი, ფასნამატი, შემდეგ ამ ყველაფრის ჯამის DGG და მივიღებთ, რომ 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინი უნდა ღირდეს ლარი და 64. ღირს 2 ლარი და 5 თეთრი. ანუ ყოველი ლიტრი ბენზინიდან ზემოგების სახით მე აქვს 51 თეთრი. ჯამში საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს 60 მილიონ ლიტრ საწვავს ყოველთვიურად. ანუ გამოდის, რომ ყოველ თვეში ზემოგების სახით კომპანიას მიაქვს დაახლოებით 25 მილიონი ლარი. მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია თუ რა ღირს საწვავი ევროპის 27 ქვეყანაში. საქართველოსთან შედარებით ამ ქვეყნებში ბენზინის ფასი მაღალი გადასახადების გამოა ძვირი. გერმანიაში პრემიუმ ტიპის ბენზინი დაახლოებით 3 ლარი და 32 თეთრი ღირს და ფასნამატი მხოლოდ 10%, 32 თეთრის შესაბამისი ევროა. საქართველოში იგივე სტანდარტის ბენზინი 2 ლარი და 20 თეთრი ღირს, მაგრამ ფასნამატი 23%, 63 თეთრია.